სუდანში არმია აცხადებს, რომ ეთიოპიის საზღვართან მდებარე სტრატეგიული ტერიტორია დაიბრუნა. მას შემდეგ, რაც სწრაფი მხარდაჭერის ძალებთან და მათ მოკავშირე მებრძოლებთან შეტაკებები მოხდა ლუჯი-ნილოსის რეგიონში. ეს ნაბიჯი მოხდა იმ ფაქტს, რომ RSF-თან დაკავშირებულმა ძალებმა მარტის ბოლოს დაიკავეს ახლო მდებარე ალ-კარმოუკი, რითაც სუდანის სამხრეთში ახალი ფრონტი გახსნეს. ბრძოლებმა გაამწვავა დაძაბულობა ეთიოპიასთანაც, მას შემდეგ, რაც ხარტუმმა ეთიოპია დაადანაშაულა ბოლო დრონული თავდასხმებში მონაწილეობაში, რასაც ეთიოპია უარყოფს. სუდანში ომმა უკვე გადაადგილება აიძულა 11 მილიონზე მეტ ადამიანს, რაც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისს წარმოადგენს. მე ისევ სტუდიაში ვარ შივისთან ერთად. შირი, ვიცი, რომ სუდანში მიმდინარე მოვლენებზე ბევრი გვაქვს სასაუბროთ, მაგრამ მოდი ვნახოთ, რას ნიშნავს ეს რეგიონისთვისაც. რას ნიშნავს ეს ისრაელისთვის? იმიტომ, რომ აბრაამის შეთანხმებებში სუდანის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები შეჩერდა, რადგან ქვეყანაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. რადგან ომი გრძელდება, როგორ შეიძლება იყოს სუდანისა და რეგიონის სხვა ქვეყნების ურთიერთობების მომავალი? ფიქრობ, ნორმალიზაცია დრის წესრიგში არ დგას. ამასობაში ქვეყანაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. ეს პირველი საკითხია. ისრაელს პოზიცია არ დაუკავებია. რთული, ძალიან რთული სიტუაცია, როცა თითოეულ მხარეს რეგიონული მოწინააღმდეგეები ყავს. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ ის ალიანსი, რომელიც ყალიბდება ისრაელს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ეთიოპიასა და სომალილენდს შორის, რაც ძალიან საინტერესოა. როგორც ალბათ გადაცემის მაყურებლებს იციან, არაბთა გაერთიანებული საამიროები, როგორც ამბობენ, მხარს უჭერს ხომეთის სწრაფი მხარდაჭერის ძალებს. იცით, ეს უბრალოდ მეორე მხარეა და ფაქტობრივად ქვეყანა ისევ ორ ნაწილად არის გახლეჩილი. ეს ძალიან ფაქიზი სიტუაცია, რადგან ეგვიპტე, საუდის არაბეთი, კატარი მეორე მხარეს არიან, ხოლო თურქეთი, როგორც ამბობენ, ორივე მხარეს ყიდის იარაღს. ამიტომ აქ ნამდვილად ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ, როგორც ირანში, ისრაელში და სხვა ადგილებში, ყველაზე მეტი ადამიანი, ვინც იცით, ყველაზე მეტად სწორედ ადამიანები ზარალდებიან, რომლებიც ამ ძალაუფლებისთვის ბრძოლაში იტანჯებიან. ეს შეიძლება იყოს ნავთობი, მინერალები ან სტრატეგიული პორტების კონტროლი. ასე რომ ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაა. რა თქმა უნდა ვთქვათ, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროებიც ამტკიცებს, რომ სუდანის არმია ძალიან მუსლიმთა საძმოს მხარდამჭერია და ისლამისტური დღის წესრიგით მოქმედებს. და ეს სრულიად უსაფუძვლოც არ არის. ასე რომ ისრაელი თითქოს გვერდზე დგას, სულ მცირე საჯაროდ. არ ვიცი, რაიმე თანამშრომლობა მიმდინარეობს თუ არა, მაგრამ თუ დავაკვირდებით ამ ზარდ ალიანსს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ეთიოპიასა და სომალილენდს შორის, შეიძლება ვივარაუდოთ, ამ თქვათ, რომ შესაძლოა ჩვენც გარკვეულწილად ვარ ჩართული. არ ვიცი. საინტერესო ანალიზია შერი ფრენკ როსმანი, მადლობა რომ დღეს ჩემთან ერთად იყავით i24 News-ის ინგლისურ სტუდიაში. მადლობა. მადლობა სიკო. სხვა სუდანურ სიახლეებში პაპმა ლეომ ვატიკანში სუდანის პრემიერ-მინისტრი მიიღო მოლაპარაკებებისთვის ქვეყნის ომზე და სუდანში ადგილობრივი ეკლესიის როლზე. ვატიკანმა განაცხადა, რომ ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ცეცხლის შეწყვეტის, მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების და სუდანის ყველა მხარეს შორის დიალოგის გადაუდებელ საჭიროებას, რათა დასრულდეს კონფლიქტი და დამყარდეს მშვიდობა. 30 აფრიკული ქვეყანა იკრიბება კენიაში, აფრიკას საფრანგეთის სამიტზე, მათ შორის ჩრდილოეთ აფრიკის ლიდერები, როგორიცაა მაროკოს მეფე და ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ალ-სისი. შაბათ-კვირას აბდელ ფატაჰ ალ-სისი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შეხვდნენ ერთმანეთს, რათა ესაუბრათ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და ახლო აღმოსავლეთში მზარდ კრიზისებზე. ფლევანდელი სამიტის მიზანია საფრანგეთსა და აფრიკის ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ეკონომიკური პარტნიორობის გაძლიერების გზების განხილვა.